დედაქალაქში წლევანდელი თბილისობისთვის სამზადისი დაწყებულია დღესასწაულის ეპიცენტრი ტრადიციულად. ქალაქის ძველ ნაწილში იქნება მონტაჟდება რამდენიმე სცენა, სადაც ორი დღის განმავლობაში ქართველი მუსიკოსებისა და მოცეკვავითა ანსამბლების კონცერტები გაიმართება. ღონისძიებები, მათ შორის გამოფენები, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება გარეუბნებშიც. თბილისობაზე ერთსაათიანი პროგრამით წარსდგებიან სულხიშვილები. თბილისობის სტუმრებს 26 ოქტომბერს უმასპინძლებს უძველესი ავტომობილების მუზეუმიც. ტერიტორიაზე სხვადასხვა სივრცეა გამოყოფილი, როგორც საბავშვო სივრცე, ახალგაზრდული, სპორტული და ასე შემდეგ. მასთვისაც სპეციალური პროგრამებია ჩამოწერილი. რასაკვირველია, არა ყველაფერ ამას თან დევს შემოდგომის დღესასწაულისათვის დამახასიათებელი ტრადიციული გაყიდვები, ხილის თუ სხვა ნობათის, რომელიც ახასიათებს შემოდგომას. როგორც ძველი ტრადიციული ქართული ცეკვები, ასევე ახალი პროგრამის ცეკვებიც იქნება შეყვანილი და ერთსაათიანი პროგრამა ყველა თბილისელს ექნება საშუალება მოვიდეს და დაესწროს რიყეზე ღიაცის ქვეშ ჩვენ კონცერტს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი თბილისელისთვის სულხიშვილების კონცერტი არის ყოველთვის დღესასწაული. წლევანდელი თბილისობა გამორჩეული იქნება, ამით რომ ღონისძიებები 10 რაიონში ჩატარდება. ზოგიერთი ღონისძიებები რაიონებში იქნება, ძირითადი ღონისძიებები იქნება რიყეზე, იქნება სიახლეები, კერძოდ ის რომ ღვინის ფესტივალი ჩატარდება ღვინის სააგენტოს და სოფლიოთა ასოციაციის მხარდაჭერით. წელს პირველად დაწესდა თბილისზე უზრუნველი სპეციალური წოდება და ეს წოდება მიენიჭება ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ მიუხედავად მათი ასაკისა საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი დედაქალაქის განვითარების საქმეში.